ქართული მოდის კვირეულის გახსნის ცერემონია ცხადია გრანდიოზული იყო და ერთად შეკრიბა ბიზნესის, შოუ-ბიზნესისა თუ პოლიტიკის წარმომადგენლები. თავისი ყველაზე ძვირფასი კოსტიუმებით. წითელი ხალიჩა 27 მეტრიან პოდიუმს არაფრით ჩამოუვარდებოდა. უკვე დარბაზში მოხვედრილები კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია ჩაატარო ღონისძიება, სადაც სტუმრების რაოდენობა გადამეტებული არ იქნება. მithumetes თუ საქმე საფრანგეთში მოღვაწე კუწურიეს, ირაკლი ნასიძის fashion show-ს ეხება. დიზაინერმა ჩვენებაში სხვადასხვა კოლექციებიდან ამოღებული კოსტიუმები გააერთიანა. უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Fashion Week სწორედ მისი ფრანგული კონტაქტების დამსახურებით შედგა. ეხლა ეს პირველი პროექტი არის და რა თქმა უნდა ძალიან სკეპტიკურად არ უნდა შეხედოთ პრესამ, რადგან ეს არის იქნება ცოტა ხარვეზები, მაგრამ ეს ნორმალურია. კოლექცია, რომლითაც ქართული ბომონდი აღფრთოვანდა, ექსტრავაგანტული და სადედოფლო იყო. არაჩვეულებრივი შტაბეშტილებები მაქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის პირველი მოდის კვირეული და საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად ირაკლი ნასიძის კოლექციით და წარმატებებს ვუსურვებ. ნასიძის ჩვენებაში მონაწილეობას იღებდნენ მოდელები სხვადასხვა სააგენტოებიდან, პლუს უკრაინიდან ჩამოყვანილი მოდელები. ინტერვიუს დროს ხელოვანმა აღნიშნა კიდეც, რომ არც ქართველი მანეკენები არიან ცუდები. ჩვენიერი გოგოები არიან. გოგონების მაკიაჟი საკუთარ თავზე ღონისძიების პარტნიორმა ისიპარი მაიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ამაყი ვარ, რომ ესეთი ნიჭიერი დიზაინერი ყავს საქართველოს. ანუ მე მომსწრე, რომ ირაკლი ნასიძე მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობს პარიზში, ის ქართველია. ნასიძის მუზა არც ქართველ და არც უკრაინელ გოგონებს შორის არ აღმოჩნდა. ძალიან ლამაზი კოსტიუმები იყო, რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ ირაკლი გენიოსია. კანის მუქი ფერი არ ყოფილა ერთადერთი, რაც ამ საღამოს ყურადღებას იქცევდა. ჩვენებაში მონაწილეობას ახლის გარდა ძველი თაობის მოდელებიც იღებდნენ. ძალიან რთული იყო, ძალიან დაძაბული დღე ქონდა, მაგრამ არ მეგონა თუ ესე კარგად ჩაივლიო, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნაშრომით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიზაინერის ჩვენებას ქართული ელიტა სრული შემადგენლობით დაესწრო. იყვნენ როგორც ამჟამინდელი, ასევე ყოფილი მოდელები. ძალიან მიხარია, რომ ქვეყანაში მოდის სფერო ვითარდება, იმიტომ რომ მე ალბათ რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე მეტად სასიხარულო ვარ. ჩვენებას ერთადერთი ხარვეზი ჰქონდა. პოდიუმმა უკრაინელი მოდელის ფეხზე მორგებულ ქუსლს ვერ გაუძლო, რის შედეგადაც გოგონა პრაქტიკულად პოდიუმზევე გაიჭედა. ირაკლის ნიჭიერებას ყველა ერთხმად აღიარებდა. ძვირფასი ნაჭრებისგან შექმნილი ოთკუწურ საკუთარ თავში მოიცავდა ექსცენტრულ, ქალურ და ეგზოტიკურ ხასიათს. ამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერმა შეძლო ერთმანეთში შეერწყა ინდივიდუალიზმი, ქალურობა, ელიტარული სნობიზმი, ექსცენტრულობა, უამრავი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფერი და ეს ყველაფერი გემოვნებით გაეკეთებინა.